გამარჯობა მეგობრებო. წინა ვიდეოში მე ვსაუბრობდი როლებზე და მდგომარეობებზე. ვისაც არ გინახავთ პირველ რიგში, ყოველი ვიქნები თუ გადახვალთ და ნახავთ. ძალიან საინტერესო გააზრება მქონდა და მე მაინტერესებს აქამდე გიფიქრიათ თუ არ კონკრეტულად ეგრე ამ საკითხზე. და თუ არ გიფიქრიათ და თქვენთვის სიახლე არის მსგავსი აღქმა, მაინტერესებს თქვენი აზრი ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. ვიდეოს ბოლოს დავსვი ასეთი კითხვა. ამ ვიცით რა არის სიკეთე, მაგრამ თუ კი გკითხავთ რა არის სიკეთის საპირისპირო ენერგია, რამდენი მიპასუხებს სიბოროტეს, ხოლო რამდენი მიპასუხებს შიშს. კარგი, მოდი ცოტა სულიერად შევხედოთ ამ საკითხს. სიკეთე ანუ ღმერთი, შემოქმედი, რომელმაც შექმნა ყველა და ყველაფერი. ღმერთის აღწერილობის არც ერთ სიტყვაში მოქცევა არ არის რეკომენდირებული სულიერი სწავლებების მიხედვით, რადგან ღმერთის კონცეფცია იმდენად დიდია, რომ მისი სიტყვებში მოქცევა არ იქნება მართებული. მაგრამ ერთადერთი სიტყვა, რომლითაც შეგვიძლია აღვწეროთ ღმერთი, ეს არის სიყვარული. ღმერთი და სიყვარული ერთია. სულის ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ ღმერთის შვილების ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის სიყვარული. როდესაც სიყვარულში ვართ, ჩვენ ვართ ჩვენს საწყის ბუნებრივ მდგომარეობაში. სიყვარული მდგომარეობა, სადაც თავმოყრილი არის ყველა ის დადებითი ძალა, რაც ჩვენს სულს კვებავს და აძლიერებს. როგორც შემოქმედის შვილები, სიყვარულსა და სიკეთეში ყოფნა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. სიყვარული არის ძალა, რომელიც აერთიანებს, კურნავს, ზრდის და სიცოცხლეს აზრს აძლევს. ამიტომ ღმერთი და სიყვარული პრაქტიკულად გავიგეთ, რომ ერთი გამოცდილებაა. მაგრამ მათთვის ვით მიპასუხეთ, რომ სიყვარულის საპირისპირო ენერგია არის სიბოროტე. ხშირად სწავლულები გვეუბნებიან, რომ სიბოროტე არ არის სიკეთის საპირისპირო ენერგია. არამედ სიბოროტე არის სიყვარულის დესტრუქცირებული ფორმა. ის ჩნდება იქ, სადაც სიკეთის ნაკლებობა არის და სიყვარული ტკივილით, აგრესიით ან ქაოსით ითხოვს საკუთარ არსებობას. რაც ადამიანებს სიბოროტეთ ეჩვენებათ, სინამდვილეში ხშირად არის დააშვებული სიკეთე, რომელიც სიყვარულს არასწორი გზით ითხოვს. ეს არის ტკივილიანი ქცევა, აგრესია და დესტრუქცია უმეტესად ჩნდება იქ, სადაც სიყვარულის ნაკლებობა არის და ადამიანი ვერ ახერხებს მის ჩანსაღად მიღებას. ეს არის ერთგვარი სიგნალი, ინსტრუმენტი, რომელიც გვაჩვენებს, სად არის სიყვარული დაკარგული და სად არის სიყვარულის მოთხოვნა. უბრალოდ დესტრუქციული გზით. ეხლა კი განვიხილოთ, რატომ არის სიკეთის საპირისპირო ენერგია შიში. შიში არის ის მდგომარეობა, რომელიც სიყვარულს სიბოროტისგან განსხვავებით კი არ ითხოვს, არამედ რეალურად სრულიად გვაშორებს მას. შიში გვაკარგვინებს ნდობას, სიმშვიდეს, შინაგან ძალას. ამიტომ სულიერად ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მდგომარეობა არის შიში. შიში ადამიანს კეტავს, აცალკევებს სხვებისგან, ართმევს ნდობას, აზროვნების სიცხადეს და ნელ-ნელა აქრობს შინაგან სინათლეს, როგორც სულიერად, ისე ფსიქოლოგიურად. იქ, სადაც შიშია, თითქოს სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, სიმშვიდისთვის, მადლიერებისთვის ადგილი არ რჩება. ამიტომ შიში არის ის მდგომარეობა, რომელიც რეალურად გვაშორებს სიკეთეს და გვაგრძნობინებს თავს შემოქმედისგან შორს. ბიბლიაში ება ფრაზა ნუ გეშინია. ყოველდღე უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს, რომ არ უნდა გვეშინოდეს. რომ თითქოს ეს გვანიშნებს, რომ შიშზე უარის თქმა ყოველდღიური სულიერი არჩევანია, რადგან სწორედ შიში გვაშორებს შემოქმედთან ერთიანობას. როგორ ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. გაუზიარეთ ეს მათ, ვისაც ჭირდებათ, რომ მოისმინონ. ვერლი არ გყავართ, გამომიწერეთ. ბევრი საინტერესო ვიდეოსთვის. თუ კი რაიმე ახალს გავიგებ, არ მომაფიქრდება, აუცილებლად გაგიზიარებთ.